2006 წელს სექტემბრის მე-6 დღეს გამთენიისას, როდესაც თბილისი ჯერ კიდევ ეძინა, სპეციალური რაზმის ჯავშანმანქანები შეიჭრნენ ერთდროულად 4 მისამართზე, თემურ ჟორჟოლიანის სახლში, მის პარტიულ შტაბში და 2 მისი თანამოაზრის ბინაში. ტელევიზიებმა უკვე შუადღისას გაავრცელეს შ-ს მიერ მომზადებული ფარული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ბუნდოვანი ხმები თითქოს განიხილავდნენ სახელმწიფო გადატრიალების დეტალებს, ხოლო მაგიდაზე გაშლილი იყო რუკები და იარაღი. მაგრამ ის, რაც საზოგადოებას არ უთხრეს იმ დღეს და რაც მხოლოდ 7 წლის შემდეგ 2013 წელს სამეგრელოს ერთ-ერთ სარდაფში აღმოჩენილი ლურჯი კასრების შიგთავსმა გამოავლინა, იყო ის, რომ ეს მთელი ოპერაცია, ყველა ჩანაწერი, ყველა მოწმის ჩვენება და ყველა მტკიცებულება დაგეგმილი და შეკერილი იყო არა თვეების, არამედ წლის განმავლობაში, იმ დროს, როდესაც თავად ჟორჟოლიანი და მისი გარემოცვა ჯერ კიდევ არც კი ეჩვობდნენ, რომ ისინი უკვე გახდნენ სამიზნე ერთი უზარმაზარი, საიდუმლო მანქანის, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მერაბიშვილის ფაბრიკას უწოდებდნენ. ვინ იყვნენ ამ ფაბრიკის ოპერატორები? რა მეთოდებით აწყობდნენ ისინი პოლიტიკურ საქმეებს? და რატომ სწორედ ჟორჟოლიანი აირჩიეს პირველ მსხვერპლად ამ ახალი, რეპრესიული სისტემის დემონსტრირებისთვის? 2006 წლის დასაწყისში, როდესაც ოფიციალურად არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობდა თემურ ჟორჟოლიანის მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა, კუდმა, უკვე დაიწყო მისი და მისი გარემოცვის ტოტალური მიყურადება. ტელეფონების მოსმენა, ელექტრონული პოსტის კონტროლი, ფიზიკური თვალთვალი ქუჩაში, ყველაფერი ეს ხდებოდა სასამართლო სანქციის გარეშე, ან უფრო სწორად, სანქცია გაიცემოდა პოსტფაქტუმ, როდესაც უკვე თვეების განმავლობაში იყო დაგროვილი ათასობით საათის აუდიო მასალა. ეს არ იყო კლასიკური პოლიციური გამოძიება, სადაც ჯერ ხდება დანაშაულის ფაქტის აღმოჩენა, შემდეგ კი მტკიცებულებების შეგროვება. ეს იყო საპირისპირო პროცესი, ჯერ შეირჩა სამიზნე, შემდეგ დაიწყო მასალის მოძიება, რომელიც შეიძლებოდა ინტერპრეტირებულიყო როგორც დანაშაული და ბოლოს, როდესაც საკმარისი რაოდენობის ბუნდოვანი ჩანაწერი იყო მოპოვებული, მოხდა მათი მონტაჟი და კონტექსტის შეცვლა ისე, რომ შექმნილიყო სრულყოფილი ნარატივი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ. ვინ იყო ამ ოპერაციის რეჟისორი? ოფიციალურად კუდის ხელმძღვანელი დათა ახალაია და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სოდის უფროსი ერეკლე კოდუა, მაგრამ რეალურად ყველა ძაფი მიდიოდა ერთი ადამიანის ხელში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, რომელიც იმ პერიოდში აშენებდა ახალ რეპრესიულ სისტემას, სადაც პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება ხდებოდა არა ღია ძალადობით, არამედ იურიდიული ფაბრიკაციებით, რომლებიც საზოგადოებას წარედგინებოდა როგორც სახელმწიფოს დაცვა ტერორისტული საფრთხისგან. გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ჟორჟოლიანი აგრძელებდა თავის ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას, მონაწილეობდა ოპოზიციურ შეხვედრებში, აკრიტიკებდა ხელისუფლებას, აწყობდა პატარა მიტინგებს თავისი კონსერვატიულ მონარქისტული პარტიის მხარდამჭერებთან ერთად. სარდაფებში უკვე მუშაობდნენ სპეციალურად მომზადებული აგენტ-პროვოკატორები. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩაინერგნენ ოპოზიციურ წრეებში, წარმოჩნდნენ როგორც რადიკალურად განწყობილი აქტივისტები და თავად იწყებდნენ საუბრებს იარაღის შეძენაზე, ძალადობრივ მოქმედებებზე, სტრატეგიული ობიექტების დაკავების გეგმებზე. ისინი ატარებდნენ ფარულ ჩამწერ მოწყობილობებს, მინიატურულ მიკროფონებს ღილებში, ვიდეოკამერებს ჩანთებში და ყოველი შეხვედრის შემდეგ ატვირთავდნენ ჩანაწერებს კუდის სერვერებზე. მაგრამ ის, რაც ამ ჩანაწერებში რეალურად ფიქსირდებოდა, იყო ძირითადად ბუნდოვანი, ფრაგმენტული საუბრები, სადაც ჟორჟოლიანი და მისი თანამოაზრეები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ, ოცნებობდნენ პოლიტიკური ცვლილებების შესახებ, ხანდახან იუმორით ამბობდნენ რაღაც ფრაზებს ძალადობრივი რევოლუციის შესახებ, ისეთ კონტექსტში, როგორც ნებისმიერი ოპოზიციონერი საუბრობს ავტორიტარულ რეჟიმზე. შემდეგ ეს ჩანაწერები გადაეცემოდა სპეციალურ მონტაჟორებს, რომლებიც ამოჭრიდნენ ყველა ფრაზას, რომელიც ცხადყოფდა, რომ ეს იყო უბრალოდ ემოციური საუბარი და ტოვებდნენ მხოლოდ იმ წინადადებებს, რომლებიც ერთმანეთთან შეკრული ქმნიდნენ ილუზიას, თითქოს ეს ადამიანები რეალურად გეგმავდნენ შეიარაღებულ აჯანყებას. ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერში, რომელიც მოგვიანებით სასამართლოში წარდგინდა როგორც მთავარი მტკიცებულება, ფონად ისმოდა ტელევიზორის ხმას სიახლეების გამოშვებას, სადაც საუბრობდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ექსპერტებმა ეს ფონური ხმა ისე დაამონტაჟეს, თითქოს ჟორჟოლიანი და მისი ადამიანები უშუალოდ განიხილავდნენ რუსეთიდან დაფინანსების დეტალებს და ტერაქტის ლოგისტიკას. როდესაც დაცვის მხარემ მოითხოვა დამოუკიდებელი აუდიო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა ჩანაწერების ავთენტურობას და უწყვეტობას, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მოტივაციით, რომ საკუთარი ექსპერტიზა საკმარისია.
ზაფხულის ბოლოსთვის, როდესაც კუდს და სოდს უკვე ჰქონდათ დაგროვილი რამდენიმე ასეული საათის ფარული ჩანაწერი, დადგა დრო ოპერაციის ფინალური ფაზისა, ფიზიკური მტკიცებულებების აღმოჩენისა. 2006 წლის აგვისტოში ჟორჯოლიანის პარტიულ შტაბში და რამდენიმე მისი თანამოაზრის სახლში ჩატარდა EIC პროფილაქტიკური შემოწმება ოფიციალურად ანონიმური ზარის საფუძველზე, თითქოს ამ ადგილებში ინახებოდა უკანონო იარაღი. შემოწმება ჩატარდა ღამის საათებში სპეცრაზმის მონაწილეობით და მართლაც აღმოაჩინეს იარაღი, ძირითადად ძველი, ჟანგიანი სანადირო თოფები, რამდენიმე პისტოლეტი, რომელთაგან ზოგიერთი ისეთი მდგომარეობის იყო, რომ გასროლა შეუძლებელი იქნებოდა. ოჯახის წევრები და თვითონ ბრალდებულები მოგვიანებით ამტკიცებდნენ, რომ ეს იარაღი სპეცრაზმმა თავად მოიტანა და აღმოაჩინა ჩხრეკის დროს EIC ჩადების პრაქტიკა, რომელიც იმ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელი იყო, რადგან ჩხრეკის დროს არ იყო დამოუკიდებელი მოწმეები, მხოლოდ თანამშრომლები, რომლებიც ხელს აწერდნენ ერთმანეთის ოქმებს. ამ აღმოჩენილი იარაღის ფოტოები გადაიღეს პროფესიონალური ოპერატორების მიერ, დაემატა დრამატული განათება და კადრირება, და უკვე მეორე დღეს გავრცელდა ყველა ტელეარხს როგორც შეიარაღებული ბანდის არსენალი, რომელიც ემზადებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის. საზოგადოება დაინახა მაგიდაზე გაშლილ რუკებს, იარაღს, ბუნდოვან ფიგურებს ფარულ ვიდეოზე, და ეს იყო საკმარისი, რომ ჩამოყალიბებულიყო ნარატივი საშიში ტერორისტული ქსელის შესახებ, რომელიც თითქოს ემუქრებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას. მაგრამ ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ასრულებდნენ ამ ოპერაციას? ვინ იყვნენ ის გამომძიებლები, რომლებიც ღამის 6 საათზე იბარებდნენ მოწმეებს და აიძულებდნენ მათ ხელი მოეწერათ წინასწარ დაწერილ ჩვენებებზე? ვინ იყვნენ ის ტექნიკური სპეციალისტები, რომლებიც ამონტაჟებდნენ აუდიო ჩანაწერებს და ქმნიდნენ ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს? ოფიციალურად ეს იყო კუდრის და სოდის თანამშრომლები, ორი დეპარტამენტი, რომლებიც შექმნილი იყო სწორედ ასეთი სპეციალური ოპერაციებისთვის და რომლებიც ექვემდებარებოდნენ პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრს. მაგრამ არაოფიციალურად იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მუშაობდნენ ამ საქმეზე, არსებობდა შიდა კონკურენცია, ვინ უფრო დიდ და საშიშ შეთქმულებას გამოავლენდა, ვინ მოიტანდა უფრო შთამბეჭდავ მტკიცებულებებს მინისტრის მაგიდაზე, ვინ დაიმსახურებდა უფრო მაღალ თანამდებობას ან პრემიას. ეს იყო ერთგვარი შიდა ბაზარი, სადაც პოლიტიკური მსხვერპლები იყო საქონელი, ხოლო წარმატება იზომებოდა იმით, თუ რამდენად სენსაციურ საქმეს შეძლებდი შეკერვას. ჟორჟოლიანის საქმე იყო ამ ახალი სისტემის პირველი დიდი დემონსტრაცია, საქმე, რომელიც უნდა გამხდარიყო შაბლონი მომავალი პოლიტიკური რეპრესიებისთვის. და სწორედ ამიტომ მასში ჩადეს ისეთი რესურსები, ასობით აგენტი, ათასობით საათის ფარული ჩანაწერი, დესიატები, მოწმეები, რომლებიც სინამდვილეში იყვნენ მიერ გადაბირებული ან დაშინებული ადამიანები. როდესაც 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამეგრელოში აღმოაჩინეს ის ცნობილი ლურჯი კასრები, სავსე ფარული ჩანაწერებით და საიდუმლო დოკუმენტებით, გაირკვა, რომ ჰქონდა მთელი არქივი, EIC კომპრომატების ბაზა, სადაც ინახებოდა მასალები ასობით პოლიტიკური ფიგურის შესახებ, მასალები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გააქტიურებულიყო და გამოყენებულიყო ახალი საქმის შესაკერად. ჟორჟოლიანი იყო მხოლოდ პირველი სახელი ამ სიაში, სახელი, რომელიც შეირჩა არა იმიტომ, რომ ის რეალურად წარმოადგენდა საფრთხეს, არამედ იმიტომ, რომ მისი საქმე უნდა გამხდარიყო გაფრთხილება ყველა სხვა ოპოზიციონერისთვის. თუ გაბედავთ ხელისუფლების გამოწვევას, ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ თქვენი ცხოვრება ჩავაქციოთ კოშმარად და საზოგადოება დაგიჯერებს, რომ თქვენ ნამდვილად იყავით დამნაშავეები. სექტემბრის მე-6 დღის გამთენისას, როდესაც სპეცრაზმმა შეიჭრა ჟორჟოლიანის სახლში, მისი ცოლი და შვილები ჯერ კიდევ იძინებდნენ. მათ არ ჰქონდათ დრო, რომ გაეგოთ რა ხდებოდა. შავ ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ავტომატებით, შიშხლებით შემოვიდნენ ყველა ოთახში ერთდროულად, ყვიროდნენ ბრძანებებს, აიძულებდნენ ყველას დაწოლო და იატაკზე პირქვე. ჟორჟოლიანს ხელები უკან შეუკრეს, თვალებზე შავი ქსოვილი გადაუხადეს და გაიყვანეს უცნობი მიმართულებით. მოგვიანებით გაირკვა, რომ კუდრის საიდუმლო საქმეში, სადაც არ იყო ფანჯრები და სადაც დაკითხვები გრძელდებოდა ხანდახან 44 საათზე მეტი, შესვენების გარეშე. პირველი დაკითხვა არ იყო დაკითხვა ჩვეულებრივი გაგებით, ეს იყო ფსიქოლოგიური დამუშავება, სადაც გამომძიებლები იყენებდნენ EIC, კეთილი და ბოროტი პოლიციელის მეთოდს. ბოროტი პირდაპირ ემუქრებოდა, რომ მისი ოჯახის წევრები, ცოლი, შვილები დააკავებდნენ როგორც თანამონაწილეებს, რომ მათ ჩაუდებდნენ ნარკოტიკებს ან სხვა დანაშაულს, რომ მისი სახელი და ფოტო გავრცელდებოდა ყველა მედიაში როგორც ტერორისტის ლიდერის, და რომ მისი ცხოვრება და მისი ოჯახის ცხოვრება მთლიანად განადგურდებოდა. კეთილი კი რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ჟორჟოლიანი უკვე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ამოწურული იყო, შემოდიოდა ნაზიხმით, სთავაზობდა წყალს, სიგარეტს, ამბობდა, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ პირადად არაფერს აპირებდი,
მაგრამ შენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებმაც გამოიყენეს შენი სახელი და თუ შენ დაგვეხმარები, თუ ხელს მოაწერ ამ ჩვენებას, ჩვენ შეგიძლია დაგიცვათ შენი ოჯახი. და ეს ჩვენება იყო უკვე დაწერილი, რამდენიმე გვერდი ტექსტი, სადაც ჟორჟოლიანი თითქოს დააღიარებდა, რომ მართლაც გიგმავდა შეიარაღებულ აჯანყებას, რომ ფინანსდებოდა რუსეთიდან, რომ ჰქონდა კონტაქტები იგორ გიორგაძესთან, ყოფილ უსაფრთხოების მინისტრთან, რომელიც იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა და რომელიც ქართული ხელისუფლების მიერ გამოცხადებული იყო სახელმწიფო მოღალატედ. ჟორჟოლიანმა უარი თქვა ხელმოწერაზე, არა ერთხელ, არა 10 ჯერ, არამედ ათობით ჯერ მრავალი დღის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ არ გადაიყვანეს ციხეში და არ დაიწყო ოფიციალური გამოძიება, სადაც უკვე სხვა მეთოდები გამოიყენებოდა. არა პირდაპირი ფიზიკური ძალადობა, არამედ იზოლაცია, ცილის აღკვეთა, მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა და რაც მთავარია, მისი ოჯახის წევრებისა და თანამოაზრეების დაშინება. მისი ცოლს ამბობდნენ, რომ თუ ჟორჟოლიანი არ თანამშრომლობდა, მათი შვილები ვეღარასოდეს შეძლებდნენ ნორმალურ ცხოვრებას, არც უნივერსიტეტში მიიღებდნენ, არც სამსახურს ვერ იშოვიდნენ, არც ქვეყნიდან ვერ გავიდოდნენ. მის თანამოაზრეებს, რომლებიც ასევე დააკავეს იმავე დღეს, ამბობდნენ, რომ თუ ისინი ჩვენებას მისცემდნენ ჟორჟოლიანის წინააღმდეგ, მათ გაათავისუფლებდნენ პირობით ვადით, მაგრამ თუ უარს იტყოდნენ, მათ მიესაჯებოდათ მაქსიმალური ვადა და გაატარებდნენ ციხეში, სადაც შემთხვევით მოხდებოდა ინციდენტები, ფიზიკური თავდასხმების სხვა პატიმრების მხრიდან, შემთხვევითი ავადმყოფობები, შემთხვევითი სიკვდილიც კი. ეს იყო სისტემა, რომელიც აშენებული იყო შიშზე, რომელიც არა მხოლოდ ბრალდებულებს, არამედ მათ ოჯახებს, მათ ადვოკატებს, მათ მოწმეებს აიძულებდა ან დამორჩილებოდნენ, ან განადგურებულიყვნენ. მაგრამ ყველაზე საშიში ნაწილი ამ მთელი ოპერაციისა არ იყო თავად დაკავება ან დაკითხვები, ყველაზე საშიში იყო ის, თუ როგორ მუშაობდა პროპაგანდისტული მანქანა საზოგადოების დასამუშავებლად. სექტემბრის მე-6 დღის შუადღისას, როდესაც ჟორჟოლიანი და მისი თანამოაზრეები ჯერ კიდევ საკნებში იყვნენ, ტელევიზიებმა უკვე დაიწყეს სპეციალური რეპორტაჟების ტრანსლირება, რეპორტაჟები, რომლებიც აშკარად წინასწარ იყო მომზადებული, რადგან მათში გამოყენებული იყო ფარული ვიდეო ჩანაწერები, დრამატული მუსიკა, პროფესიონალური მონტაჟი და კომენტარები, ანონიმური წყაროებიდან შსთან, რომლებიც ყვებოდნენ დეტალებს გადატრიალების გეგმის შესახებ. ეს რეპორტაჟები გადიოდა ყოველ საათში, ყველა არხზე და ქმნიდნენ ატმოსფეროს, თითქოს ქვეყანა ახლახან გადაურჩა უზარმაზარ კატასტროფას, თითქოს ბოლო წუთში გადაარჩინა საქართველო ტერორისტული შეტევისგან. გამოიყენებოდა ყველა ის ტექნიკა, რომელიც ცნობილია თანამედროვე პროპაგანდიდან, ემოციური მუსიკა, დრამატული კადრები, ამოღებული იარაღისა, ბუნდოვანი სახეები ფარულ ვიდეოზე, რომლებიც თითქოს და განიხილავდნენ ტერორის აქტებს და რაც მთავარია, მუდმივი გამეორება ერთი და იმავე ნარატივის. ეს ადამიანები ემზადებოდნენ სისხლიან გადატრიალებას, მაგრამ ჩვენმა გმირმა სპეცსამსახურებმა დროულად გამოავლინეს და აღკვეთეს საშიშროება. არავინ არ ეკითხებოდა, რატომ არ არსებობს დამოუკიდებელი მტკიცებულებები. რატომ ყველა მოწმე არის ან თანამშრომელი ან ადამიანი, რომელიც თავად არის დაკავებული და აშკარად აძლევს ჩვენებას გარიგების სანაცვლოდ. რატომ არ არის ნებადართული დამოუკიდებელი ექსპერტიზა ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად. ეს კითხვები არ სვამდა არც მედია, რადგან მედია იმ დროს უკვე სრულად კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ და არც საზოგადოების უმეტესობა, რომელიც შეშინებული იყო და მზად იყო დაეჯერებინა ნებისმიერი ნარატივი, რომელიც პირდებოდა უსაფრთხოებას. ჟორჟოლიანის საქმე გახდა პირველი დიდი ტესტი იმისა, თუ რამდენად შეეძლო მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით, და ტესტი ჩაბარდა წარმატებით. საზოგადოების უმეტესობამ დაიჯერა, რომ ჟორჟოლიანი მართლაც იყო საშიში ტერორისტი და ეს რწმენა იყო საკმარისი, რომ შემდგომ წლებში გაიმეორა იგივე სქემა ათობით სხვა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ყოველთვის იგივე მეთოდებით, ყოველთვის იგივე ნარატივით, ყოველთვის იგივე შედეგით. როდესაც 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო ძველი საქმეების გადახედვა და საიდუმლო არქივების გახსნა, გაირკვა, რომ ჟორჟოლიანის საქმე იყო მხოლოდ ერთი მაგალითი უზარმაზარი სისტემისა, რომელიც მუშაობდა როგორც კონვეიერი, შეირჩეოდა სამიზნე, პოლიტიკური ოპონენტი, ბიზნესმენი, რომელიც არ იყო ლოიალური, ჟურნალისტი, რომელიც ბევრს ეკითხებოდა, შემდეგ იწყებოდა ფარული მიყურადება, შემდეგ ჩაინერგებოდა აგენტ პროვოკატორები, შემდეგ იწერებოდა ჩანაწერები, შემდეგ ხდებოდა მათი მონტაჟი. შემდეგ აღმოჩნდებოდა ფიზიკური მტკიცებულებები, იარაღი, ნარკოტიკები, ფული, შემდეგ ხდებოდა დაკავება დრამატული სპეცოპერაციის ფორმატში, შემდეგ იწყებოდა მედია კამპანია და ბოლოს სასამართლო პროცესი, რომელიც იყო მხოლოდ ფორმალობა, რადგან განაჩენი უკვე წინასწარ იყო ცნობილი.
ამ სისტემას ჰქონდა თავისი ბიუროკრატია, თავისი იერარქია, თავისი შიდა წესები, არსებობდა სპეციალური განყოფილებები, რომლებიც მხოლოდ ფარული ჩანაწერების მონტაჟით იყვნენ დაკავებულნი, არსებობდნენ სპეციალური მოწმეთა მომზადების ექსპერტები, რომლებიც ასწავლიდნენ ადამიანებს, როგორ უნდა ეთქვათ ჩვენება სასამართლოში, არსებობდნენ სპეციალური იურისტები, რომლებიც წერდნენ ბრალდების დასაბუთებებს ისე, რომ ისინი ეჩვენებინათ იურიდიულად სწორად, მაშინაც კი, როდესაც მთელი საქმე აშენებული იყო ფალსიფიკაციაზე. და ყველა ეს ადამიანი, გამომძიებლები, მონტაჟორები, მოწმეთა მომზადების ექსპერტები, იურისტები, მუშაობდნენ ჩვეულებრივ ოფისებში, იღებდნენ ხელფასს, დადიოდნენ სადილზე, აგზავნიდნენ შვილებს სკოლაში და არც ერთი მათგანი არ თვლიდა თავს დამნაშავედ, რადგან ისინი ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდნენ სახელმწიფოს. ეს იყო ბანალობა ბოროტება, რომელიც არ ხდება მონსტრების მიერ, არამედ ჩვეულებრივი ბიუროკრატების მიერ, რომლებიც უბრალოდ ასრულებენ ბრძანებებს და არ ფიქრობენ იმაზე, თუ რას აკეთებენ რეალურად ადამიანების ცხოვრებასთან. ჟორჟ ჟოლიანის საქმის სასამართლო პროცესი დაიწყო 2007 წელს და გაგრძელდა რამდენიმე თვე, პროცესი, რომელიც იყო დახურული საზოგადოებისთვის, რადგან თითქოს და შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას. დაცვის მხარეს არ ჰქონდა ცუდომა ყველა მტკიცებულებაზე, ბევრი ჩანაწერი წარდგენილი იყო როგორც კლასიფიცირებული და მოსამართლე უბრალოდ ეუბნებოდა ადვოკატებს, რომ ჩვენ ვნახეთ ეს მასალები და ისინი ადასტურებენ ბრალდებას, მაგრამ თქვენ ვერ გაეცნობით მათ უსაფრთხოების მიზეზების გამო. როგორ შეიძლება დაიცვა ადამიანი, როდესაც შენ არ იცი, რა მტკიცებულებებს იყენებენ შენს წინააღმდეგ? როგორ შეიძლება გაასაჩივრო რაიმე, როდესაც შენ არ გაქვს ცუდომა თავად მასალაზე? ეს იყო აბსურდული სიტუაცია, მაგრამ ეს იყო ნორმა იმ დროის მართლმსაჯულებაში. მოწმეები, რომლებიც გამოცხადდნენ სასამართლოზე, იყვნენ ძირითადად ორი ტიპის ადამიანები, ან თანამშრომლები, რომლებიც ადასტურებდნენ ფარული ჩანაწერების ავთენტურობას და აღმოჩენილი მტკიცებულებების ნამდვილობას, ან დაკავებული ადამიანები, რომლებიც უკვე გაუკეთეს გარიგება პროკურატურასთან და ჩვენებას აძლევდნენ ჟორჟ ჟოლიანის წინააღმდეგ იმ პირობით, რომ მათ თავად შეუმსუბუქდებოდათ სასჯელი. ერთ-ერთმა ასეთმა მოწმემ, როდესაც დაცვის ადვოკატმა ჰკითხა, რატომ იცვლებოდა მისი ჩვენება გამოძიების ეტაპსა და სასამართლოს ეტაპს შორის, უპასუხა: მე მეშინო და მე მიმიყვანეს ისეთ ადგილას, სადაც მითხრეს, რომ თუ არ ვიტყვი იმას, რასაც ისინი მითხრეს, მე აღარასოდეს გამოვალ იქიდან. მოსამართლემ ეს ჩვენება არ გაითვალისწინა და დაეყრდნო პირველად გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას, რომელიც ოფიციალურად დაფიქსირებული იყო ოქმში. სხვა მოწმემ, რომელიც იყო ჟორჟ ჟოლიანის ნათესავი და რომელსაც გამოძიების დროს აიძულეს ხელი მოეწერა ჩვენებაზე, სასამართლოზე სცადა ყველაფრის უარყოფა და განაცხადა, რომ მე არასოდეს არ მithქვამს ეს, მე მაიძულეს, მე და მე მუქრნენ, რომ ჩემს შვილს რაღაცას ჩაუდებდნენ. მოსამართლემ ეს განცხადება მიიჩნია მცდელობად, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას სრულ ჩვენების მიცემისთვის და გააფრთხილა მოწმე, რომ თუ გააგრძელებდა ჩვენების შეცვლას, მას თავად დაუწყებდნენ სისხლის სამართლის საქმეს. ასე მუშაობდა ეს სისტემა, ყველა, ვინც ცდილობდა სიმართლის თქმას, ისჯებოდა, ხოლო ყველა, ვინც თანამშრომლობდა ტყუილში, ჯილდოვდებოდა. ბოლოს, 2007 წლის ბოლოს, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი, თემურ ჟორჟოლიანი და მისი რამდენიმე თანამოაზრე ცნეს დამნაშავედ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში და მიუსაჯეს მრავალწლიანი პატიმრობა. განაჩენის ტექსტი იყო ასობით გვერდის სავსე იურიდიული ტერმინოლოგიით, მაგრამ თუ ამ ტექსტს ყურადღებით წაიკითხავდით, ნახავდით, რომ მთელი დასაბუთება ეფუძნებოდა მხოლოდ ორ რამეს, ფარულ ჩანაწერებს, რომელთა ავთენტურობა არასოდეს შემოწმებულა დამოუკიდებლად, და მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც მიცემული იყო აშკარა ზეწოლის ქვეშ. არ არსებობდა არანაირი დამოუკიდებელი ობიექტური მტკიცებულება იმისა, რომ ჟორჟ ჟოლიანი რეალურად გეგმავდა ძალადობრივ მოქმედებებს, არ არსებობდა ფინანსური ტრანზაქციები რუსეთიდან, არ არსებობდა კონკრეტული გეგმები ან ინსტრუქციები, არ არსებობდა რეალური ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც შეძლებდა გადატრიალების განხორციელებას. ყველაფერი, რაც არსებობდა, იყო ბუნდოვანი საუბრები, ამოღებული კონტექსტიდან დამონტაჟებული ისე, რომ ჩანდეს როგორც მტკიცებულება. მაგრამ ეს იყო საკმარისი იმ სისტემისთვის, რომელიც არ ეძებდა სიმართლეს, არამედ ეძებდა გამართლებას იმისა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ჩაკეტილიყვნენ ციხეში და საზოგადოება დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ეს არის სამართლიანობა. ჟორჟ ჟოლიანი გაატარა ციხეში 5 წელი, რომლის განმავლობაშიც მისი ოჯახი იყო სოციალურად იზოლირებული, მისი შვილები ვერ შედიოდნენ უნივერსიტეტში, მისი სახელი იყო სინონიმი ტერორისტისას საზოგადოების თვალში. და მხოლოდ 2012 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტპატიმრების
გათავისუფლება. ჟორჟოლიანი გამოვიდა ციხიდან, არა იმიტომ, რომ სასამართლომ აღიარა, რომ მისი საქმე იყო ფაბრიკაცია, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ახალ ხელისუფლებას სჭირდებოდა სიმბოლური ჟესტის შერიგების მიმართულებით. მაგრამ ის, რაც მოხდა ჟორჟოლიანის გათავისუფლების შემდეგ, იყო თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავად გათავისუფლება. დაიწყო გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა შს რეპრესიული მანქანა. 2013 წელს სამეგრელოში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში, რომელიც ადრე გამოიყენებოდა საწყობად, აღმოაჩინეს ლურჯი კასრები, ასობით კასრი, სავსეფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით, რომლებიც არასოდეს არ გამოყენებულა ოფიციალურ გამოძიებებში, მაგრამ რომლებიც ინახებოდა როგორც რეზერვი მასალა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა გამოყენებულიყო ახალი საქმის შესაკერად. ამ კასრებში იყო ჩანაწერები ათასობით ადამიანის, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ადამიანების, რომლებიც არც კი იცოდნენ, რომ მათ აკვირდებოდნენ, მათ უსმენდნენ, მათ იწერდნენ. ეს იყო უზარმაზარი, საიდუმლო არქივი, რომელიც ადასტურებდა, რომ ჰქონდა სისტემატური პროგრამა პოლიტიკური ოპონენტების მიყურადებისა და კომპრომატების შეგროვების, პროგრამა, რომელიც მუშაობდა არა კონკრეტული დანაშაულის გამოსავლენად, არამედ პრევენციულად, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც პოლიტიკურად საჭირო გახდებოდა, შეძლებოდნენ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ საქმის შეკერვას. ჟორჟოლიანის საქმე იყო მხოლოდ ერთი მაგალითი ამ სისტემის მუშაობისა, პირველი დიდი საჯარო დემონსტრაცია, მაგრამ არა ერთადერთი. არქივებში აღმოჩნდა მასალები ათობით სხვა ადამიანის შესახებ, რომელთა საქმეები ასევე შეკერილი იყო მსგავსი მეთოდებით, ფარული ჩანაწერები, აგენტ-პროვოკატორები, ჩადებული, მტკიცებულებები, გადაბირებული მოწმეები. და ყველა ეს საქმე ჰქონდა ერთი საერთო ნიშანი, ისინი არ იყო გამოძიება რეალური დანაშაულის, ისინი იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ოპოზიციის დასაშინებლად. დღეს, როდესაც გავიხსენებთ ჟორჟოლიანის საქმეს, ჩვენ უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ ის, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი, ვინ იყო ის კონკრეტული გამომძიებლები, ვინ იყო ის მოსამართლე, ვინ იყო ის მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა ბრძანებებს. ჩვენ უნდა ვიკითხოთ უფრო ფართო კითხვა, როგორ შეიძლება, რომ მთელი სისტემა, მთელი უწყება, ასობით ადამიანი მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ შეექმნათ ფალსიფიცირებული საქმეები და არც ერთი მათგანი არ გაჩერებულა და არ უთქვამს, ეს არასწორია. როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება, მედია, სასამართლო სისტემა, ყველა ერთად მიიღეს ეს ნარატივი და არავინ არ დაუსვამს კითხვა. პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ რეპრესიული სისტემა არასოდეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ან ერთი უწყების საქმე, ეს არის კულტურა შიშისა და დამორჩილების, კულტურა, სადაც ადამიანები ირჩევენ არ დაინახონ სიმართლე, რადგან სიმართლის დანახვა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას, ხოლო პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს რისკს, რომ თავად გახდები შემდეგი სამიზნე. ჟორჟოლიანის საქმე იყო გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ფიქრობდა ხელისუფლების გამოწვევაზე, გაფრთხილება, რომ სისტემას აქვს ინსტრუმენტები, რომ გაგანადგუროს და საზოგადოება დაგიჯერებს, რომ შენ იყავი დამნაშავე. და ეს გაფრთხილება იმუშავა მრავალი წლის განმავლობაში. ადამიანები ერიდებოდნენ პოლიტიკურ აქტივობას, ერიდებოდნენ კრიტიკულ გამოსვლებს, ერიდებოდნენ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც შეიძლებოდა ინტერპრეტირებულიყო როგორც საფრთხე სახელმწიფოსთვის. და სწორედ ეს იყო რეპრესიული სისტემის ნამდვილი მიზანი, არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების დასჯა, არამედ მთელი საზოგადოების დაშინება და დამორჩილება. ვინ ამზადებდა ჟორჟოლიანის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროში? გაგრძელება, ნაწილი 2. 2006 წლის გაზაფხულზე, როდესაც ჟორჟოლიანის ტელეფონები უკვე თვეების განმავლობაში მოისმენებოდა და მისი ყოველი ნაბიჯი ფიქსირდებოდა კუდრის ოპერატორების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მეოთხე სართულზე, დახურულ ოთახში, სადაც არ შედიოდა ჩვეულებრივი თანამშრომლები, მიმდინარეობდა სპეციალური შეხვედრები, რომლებზეც არ იწერებოდა ოქმები და რომელთა შესახებ არ არსებობდა ოფიციალური ჩანაწერები. ამ შეხვედრებში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ კუდრისა და სოდის ხელმძღვანელები, არამედ ადამიანები, რომელთა სახელები არასოდეს გამჟღავნებულა საჯაროდ, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ანალიტიკურ განყოფილებაში, რომლის ოფიციალური ფუნქცია იყო საფრთხეების პროგნოზირება, მაგრამ რეალური საქმიანობა იყო პოლიტიკური ოპონენტების შესახებ კომპრომატების შეგროვება და სცენარების შემუშავება მათი განეიტრალებისთვის. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამჟღავნდა ერთი ყოფილი თანამშრომლის ჩვენებით, განიხილებოდა კონკრეტული კითხვა, როგორ უნდა წარედგინათ საზოგადოებას ჟორჟოლიანის საქმე ისე, რომ ის გამხდარიყო არა უბრალოდ კიდევ ერთი პოლიტიკური დაკავება, არამედ ეროვნული მასშტაბის მოვლენა, რომელიც დაარწმუნებდა ყველას, რომ ქვეყანა რეალურად იყო საფრთხის წინაშე.
იქ იმ დახურულ ოთახში დაიბადა იდეა რუსული კავშირის შესახებ, იდეა რომ ჟორჟოლიანი არ არის უბრალოდ შიდა ოპოზიციონერი, არამედ არის დაკავშირებული მოსკოვთან, კონკრეტულად იგორ გიორგაძესთან, ყოფილ უსაფრთხოების მინისტრთან, რომელიც იმ დროს რუსეთში იმყოფებოდა და რომელიც ქართული ხელისუფლების მიერ გამოცხადებული იყო. მოღალატედ. ეს იდეა იყო გენიალური პროპაგანდისტული ხრიკი, რადგან საქართველოში 2006 წლის კონტექსტში, როდესაც რუსეთთან ურთიერთობები უკვე იყო კრიტიკულად დაძაბული და ომის საფრთხე იყო რეალური, ნებისმიერი კავშირი რუსეთთან ავტომატურად ნიშნავდა ღალატს ეროვნული ინტერესების მიმართ. არ იყო საჭირო რეალური მტკიცებულებები ამ კავშირის შესახებ, საკმარისი იყო უბრალოდ განცხადება, ეჩვის დათესვა და საზოგადოება თავად შეავსებდა ცარიელ ადგილებს თავისი შიშებით და ფანტაზიებით. მაგრამ როგორ შექმნან ეს რუსული კავშირის ნარატივი, როდესაც რეალურად არ არსებობდა არანაირი კონკრეტული მტკიცებულება, არც ფინანსური ტრანზაქციები, არც დოკუმენტირებული შეხვედრები, არც პირდაპირი კომუნიკაცია ჟორჟოლიანსა და გიორგაძეს შორის. პასუხი იყო მარტივი, გამოიყენეს ის, რაც უკვე ჰქონდათ, ბუნდოვანი ფარული ჩანაწერები, სადაც ჟორჟოლიანი და მისი თანამოაზრეები ზოგადად საუბრობდნენ ოპოზიციურ პოლიტიკაზე, ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე და ზოგჯერ ახსენებდნენ გიორგაძის სახელს. არა როგორც თანამშრომლის, არამედ როგორც ერთ-ერთი ფიგურის, რომელიც ასევე იყო ოპოზიციაში ხელისუფლების მიმართ. ეს ახსენებები ამოიღეს კონტექსტიდან და ამონტაჟეს ისე, რომ ჩანდეს, თითქოს ისინი განიხილავდნენ კონკრეტულ თანამშრომლობას და შემდეგ დაემატა ახალი ელემენტი, ანონიმური წყარო უსაფრთხოების სამსახურებიდან, რომელიც ადასტურებდა, რომ გიორგაძე რეალურად აფინანსებდა ჟორჟოლიანის ჯგუფს მოსკოვიდან. ეს ანონიმური წყარო არასოდეს გამჟღავნებულა, არასოდეს გამოცხადებულა სასამართლოში, არასოდეს წარდგენილა როგორც ოფიციალური მოწმე, მაგრამ მისი არსებობის უბრალოდ ხსენება იყო საკმარისი, რომ მედიამ დაიწყოს ამ ნარატივის გავრცელება როგორც დადასტურებული ფაქტი. როდესაც დაცვის მხარემ მოითხოვა ამ წყაროს იდენტიფიცირება და მისი დაკითხვა, პროკურატურამ უპასუხა, რომ წყაროს ვინაობა არის კლასიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლომ ეს არგუმენტი მიიღო. ასე იქნებოდა მტკიცებულება არა რეალური ფაქტების საფუძველზე, არამედ ბუნდოვანი მინიშნებების, ანონიმური წყაროების და მედიის მიერ გავრცელებული ჭორების საფუძველზე, რომლებიც მუდმივი გამეორებით იქცეოდა საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებად. იმავე პერიოდში, გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში, კუდრის ოპერატორები აქტიურად მუშაობდნენ კიდევ ერთ მიმართულებაზე, ეგეც ფიზიკური მტკიცებულებების მომზადებაზე, მტკიცებულებებზე, რომლებიც უნდა აღმოჩენილიყო დაკავების დროს და რომლებიც ვიზუალურად დაარწმუნებდა საზოგადოებას საფრთხის რეალურობაში. პრობლემა იყო ის, რომ ჟორჟოლიანის ჯგუფს რეალურად არ ჰქონდა არანაირი სერიოზული იარაღი ან აღჭურვილობა, ისინი იყვნენ პატარა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავდა რამდენიმე ათეული აქტივისტი და რომლის ძირითადი საქმიანობა იყო ლიფლეტების დარიგება და პატარა შეხვედრების ორგანიზება. მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა იმ ნარატივს, რომელიც სურდა შექმნა, ნარატივს შეიარაღებული ბანდის შესახებ, რომელიც ემზადებოდა სისხლიან გადატრიალებას. და აქ შევიდა როლში ის პრაქტიკა, რომელიც იმ პერიოდში იყო ფართოდ გავრცელებული და რომელსაც შიდა ჟარგონში ეძახდნენ, მატერიალის გაძლიერება, პრაქტიკა, როდესაც გამომძიებლები თავად ამზადებდნენ ან ყიდულობდნენ იარაღს, ნარკოტიკებს ან სხვა მტკიცებულებებს და შემდეგ აღმოაჩენდნენ მათ ბრალდებულის სახლში ან ოფისში ჩხრეკის დროს. ერთ-ერთი ყოფილი სოდის თანამშრომელი, რომელიც მოგვიანებით გაიქცა ქვეყნიდან და მისცა ინტერვიუ უცხოურ მედიას, აღწერდა, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა. ჩვენ გვქონდა სპეციალური საწყობი, სადაც ინახებოდა სხვადასხვა ტიპის იარაღი, ძველი, ახალი, ლეგალური, უკანონო. როდესაც გვჭირდებოდა რაიმე კონკრეტული საქმისთვის, უბრალოდ ავირჩევდით შესაბამის ნივთებს, ვამზადებდით დოკუმენტაციას და ჩხრეკის დროს ვათავსებდით სწორ ადგილას. ეს იყო ტექნიკური საკითხი, არაფერი პირადი. ჟორჟოლიანის საქმეში გამოყენებული იარაღი, რამდენიმე ძველი სანადირო თოფი, 2 პისტოლეტი, რომელთაგან ერთი ისეთი მდგომარეობის იყო, რომ ექსპერტიზამ დაადგინა მისი გამოუსადეგრობა, სავარაუდოდ სწორედ ამ საწყობიდან იყო მოტანილი და აღმოჩენილი ჩხრეკის დროს. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელი იყო, რადგან ჩხრეკის დროს არ იყო დამოუკიდებელი მოწმეები, მხოლოდ თანამშრომლები, რომლებიც ხელს აწერდნენ ერთმანეთის ოქმებს და რომლებიც ყველანი ერთხმად ადასტურებდნენ, რომ იარაღი ნამდვილად იქ იყო, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ იპოვეს. ზაფხულის ბოლოსთვის, როდესაც უკვე იყო მომზადებული ყველა ელემენტი, ფარული ჩანაწერები, რუსული კავშირის ნარატივი, აღმოსაჩენი იარაღი, დადგადრო ოპერაციის ბოლო, გადამწყვეტი ფაზისა, მოწმეების მომზადებისა. რადგან ფარული ჩანაწერები და ფიზიკური მტკიცებულებები თავისთავად არ იყო საკმარისი, სჭირდებოდა ცოცხალი ადამიანები, რომლებიც სასამართლოში ჩაიდგებოდნენ და თქვამდნენ, დიახ, მე ვიცი, რომ ჟორჟოლიანი გეგმავდა გადატრიალებას.
მე თავად ვიყავი მოწმე ამ საუბრებისა. მაგრამ სად იპოვო ასეთი მოწმეები, როდესაც რეალურად არ არსებობდა არანაირი გადატრიალების გეგმა? პასუხი იყო, შექმნა ისინი. ჰქონდა რამდენიმე მეთოდი ამისთვის. პირველი იყო აგენტ პროვოკატორების გამოყენება, ადამიანები, რომლებიც ჩაინერგნენ ოპოზიციურ წრეებში და რომლებიც თავად იწყებდნენ პროვოკაციულ საუბრებს, იწერდნენ მათ და შემდეგ გამოდიოდნენ როგორც მოწმეები, რომლებიც შიგნიდან იცნობდნენ ორგანიზაციის გეგმებს. მეორე მეთოდი იყო უფრო უხეში, ჩვეულებრივი ადამიანების დაკავება, რომლებსაც ჰქონდათ რაიმე კავშირი ჟორჟოლიანთან, თუნდაც ძალიან ზედაპირული, მაგალითად ერთხელ მონაწილეობდნენ მის შეხვედრაში ან უბრალოდ იცნობდნენ მას, მათი დაშინება და გადაბირება ისე, რომ ისინი თანახმა გამხდარიყვნენ, ხელი მოეწერათ წინასწარ დაწერილ ჩვენებებზე. ერთ-ერთი ასეთი მოწმე იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც მუშაობდა ჟორჟოლიანის პარტიულ შტაბში როგორც მოხალისე. ის უბრალოდ ხმარობდა კომპიუტერს, ბეჭდავდა ლიფლეტებს, აწყობდა შეხვედრების ლოჯისტიკას. მას დააკავეს 2006 წლის აგვისტოში, ღამის 2 საათზე, მიიყვანეს კუდის შენობაში და დაუსვეს კითხვა, რას იცი ჟორჟოლიანის გეგმების შესახებ. ის უპასუხა, რომ არაფერი იცოდა არანაირი გეგმების შესახებ, რომ ის უბრალოდ ეხმარებოდა ტექნიკურ საკითხებში. მაშინ მას უთხრეს, შენ გაქვს ორი არჩევანი, ან ხელს აწერ ამ ჩვენებას, სადაც ამბობ, რომ ჟორჟოლიანი გეგმავდა შეიარაღებულ აჯანყებას და რომ შენ პირადად გაიგეს მისი საუბრებიდან და ჩვენ გაგიშვებთ პირობით ვადით, ან უარსიტყვი, და მაშინ ჩვენ შენზე დავიწყებთ ცალკე საქმეს, ჩაგიდებთ ნარკოტიკებს, ან იარაღს, ან რაიმე სხვას და შენ გაატარებ ციხეში მომავალ 10 წელს, და შენი დედა, რომელიც ავადაა და რომელსაც შენული, დარჩება მარტო და მოკვდება მარტო. ეს არ იყო თეორიული საფრთხე, ეს იყო რეალური, კონკრეტული დაშინება, რომელიც ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ რეალურად ჰქონდა ძალა და რესურსები, რომ განიხორციელებინა ეს საფრთხეები. ახალგაზრდა კაცმა ხელი მოაწერა ჩვენებას, რომელიც სრულად დაწერილი იყო გამომძიებლის მიერ და რომელშიც ის ადასტურებდა, რომ ჟორჟოლიანი პირადად უთხრა მას გადატრიალების გეგმების შესახებ და რომ ის ნახა, როგორ ჟორჟოლიანი იღებდა ფულს უცხოური წყაროებიდან. ეს ყველაფერი იყო სრული ტყუილი, მაგრამ ეს ტყუილი გახდა ოფიციალური მტკიცებულება, რომელიც წარდგინდა სასამართლოში. მაგრამ რატომ ეს ადამიანი და ათობით სხვა მსგავსი მოწმე არ უთხრა სიმართლე სასამართლოში? რატომ არ გააპროტესტა ის ჩვენება, რომელიც მას აიძულეს ხელი მოეწერა? პასუხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ იყო ორგანიზებული სასამართლო პროცესი, რომელიც არ იყო ადგილი სიმართლის ძიებისთვის, არამედ იყო თეატრალური წარმოდგენა, სადაც ყველა როლი წინასწარ იყო განაწილებული და სადაც ნებისმიერი გადახვევა სცენარიდან ისჯებოდა დაუყოვნებლივ. როდესაც ეს ახალგაზრდა კაცი გამოიძახეს სასამართლოში როგორც მოწმე, მას წინასწარ გააფრთხილეს, არა ოფიციალურად, არამედ არაფორმალური საუბრის ფორმატში, რომ თუ ისცადა ჩვენების შეცვლას ან უარყოფას, მას დაუყოვნებლივ დაუწყებდნენ სისხლის სამართლის საქმეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ამჯერად აღარ იქნებოდა არანაირი პირობითი ვადა, იქნებოდა რეალური პატიმრობა. გარდა ამისა, სასამართლო დარბაზში მოწმეთა სკამზე ის იყო სრულიად მარტო, მის გვერდით იდგა თანამშრომელი, დარბაზში იჯდა სხვა თანამშრომლები, პროკურორი უყურებდა მას ისეთი მზერით, რომელიც ნათლად გადმოსცემდა, ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობ, ვიცით, სად მუშაობს შენი დედა, ვიცით ყველაფერი შენზე. და მოსამართლე, რომელიც თეორიულად უნდა ყოფილიყო ნეიტრალური არბიტრი, აშკარად თანამშრომლობდა პროკურატურასთან, უსვამდა მოწმეს კითხვებს ისე, რომ ხაზგასმით ეთქვა, თქვენ ხომ ადასტურებთ თქვენს ჩვენებას, რომელიც მიეცით გამოძიების დროს. და როდესაც მოწმე ცდილობდა რაიმე დაზუსტებას ან ახსნას, მოსამართლე აჩერებდა და ამბობდა, უბრალოდ უპასუხეთ კითხვას, დიახ თუ არა. ასეთ გარემოში, როდესაც შენ ხარ ერთი უძლური ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი დაცვა, არანაირი რესურსი, არანაირი იმედი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, შენ ირჩევ გადარჩენას, ირჩევ იმას, რომ თქვა დიახ, მე ვადასტურებ ჩემს ჩვენებას, იმედით, რომ ამით შენ და შენი ოჯახი გადარჩებით. იყო თუ არა ვინმე, ვინც სადაც წინააღმდეგობა? იყო თუ არა ვინმე, ვინც სასამართლოში ღიად განაცხადა, რომ მისი ჩვენება იყო გამოძალვილი? იყო რამდენიმე ადამიანის ცადა. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალი, რომელიც იყო ჟორჟოლიანის შორეული ნათესავი და რომელსაც გამოძიების დროს აიძულეს ხელი მოეწერა ჩვენებაზე, სადაც ის თითქოს დაადასტურებდა, რომ ჟორჟოლიანი საუბრობდა რუსული ფულის მიღებაზე. როდესაც ის გამოიძახეს სასამართლოში, მან სცადა სიმართლის თქმა, განაცხადა, რომ მე არასოდეს არ მithქვამს ეს, მე მაიძულეს, მე და მე მუქრნენ, რომ ჩემს შვილს რაღაცას ჩაუდებდნენ თუ არ მოვაწერ ხელს. მოსამართლემ მას ჰკითხა, თქვენ ხომ იცით, რომ ცრუ ჩვენების მიცემა არის სისხლის სამართლის დანაშაული? ქალმა უპასუხა, მე არ ვაძლევ ცრუ ჩვენებას ახლა, მე ვეუბნები სიმართლეს ახლა. ცრუ ჩვენება იყო ის, რაც მე მაიძულეს ხელი მომეწერა გამოძიების დროს.
მოსამართლემ მაშინ განუცხადა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას და ცვლის ჩვენებას პროცესუალური ზეწოლის მიზნით. სასამართლო დაეყრდნობა თქვენს პირველად ჩვენებას, რომელიც ოფიციალურად დაფიქსირებულია გამოძიების ოქმში. გარდა ამისა, სასამართლო აფრთხილებთ, რომ თუ გააგრძელებთ ამ ხაზით, თქვენ თავად გახდებით სისხლის სამართლის დევნის ობიექტი. ქალი დაჩუმდა, რა სხვა შეეძლო? მან დაინახა, რომ სისტემა იყო სრულიად დახურული, რომ არ არსებობდა არანაირი გზა, რომ სიმართლე გამარჯვებულიყო ამ სისტემაში. და ის დაჩუმდა, ისევე როგორც დაჩუმდნენ ათობით სხვა ადამიანები, რომლებიც იცოდნენ სიმართლე, მაგრამ არ ჰქონდათ ძალა ან რესურსი, რომ ებრძოლათ მთელ სახელმწიფო მანქანას. დღეს, როდესაც ვკითხულობთ იმ სასამართლო პროცესის მასალებს, ვხედავთ ერთ საოცარ დეტალს, თითქმის ყველა მოწმის ჩვენება, რომელიც მიცემული იყო გამოძიების დროს და რომელიც ადასტურებდა ბრალდებას, შეიცავდა იდენტურ ფრაზებს, იდენტურ ფორმულირებებს, იდენტურ სტრუქტურას. ეს იყო აშკარა ნიშანი იმისა, რომ ეს ჩვენებები არ იყო ადამიანების საკუთარი სიტყვები, არამედ იყო წინასწარ დაწერილი ტექსტები, რომლებსაც ისინი უბრალოდ ხელს აწერდნენ. მაგალითად, სამი სხვადასხვა მოწმე, რომლებიც თითქოს და დამოუკიდებლად აძლევდნენ ჩვენებას, ყველანი იყენებდნენ ზუსტად ერთსა და იმავე ფრაზას. ჟორჟოლიანმა პირადად მითხრა, რომ ის იღებს ფინანსურ მხარდაჭერას იგორ გიორგაძისგან მოსკოვიდან გადატრიალების მომზადების მიზნით. ეს ფრაზა სიტყვასიტყვით იდენტური გამეორდა სამ სხვადასხვა ჩვენებაში, რომლებიც თითქოს და მიცემული იყო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანის მიერ, სხვადასხვა გამომძიებლის მიერ. როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორ შეიძლება, რომ სამი ადამიანი დამოუკიდებლად გამოიყენონ ზუსტად ერთი და იგივე ფორმულირება, ერთი და იგივე სიტყვები, ერთი და იგივე სტრუქტურა? პასუხი ცხადია, რადგან ეს ფრაზა დაწერილი იყო არა მათ მიერ, არამედ გამომძიებლის მიერ, და ისინი უბრალოდ ხელს აწერდნენ მას. მაგრამ სასამართლომ ეს დეტალი არ გაითვალისწინა, როდესაც დაცვის ადვოკატმა მიუთითა ამ იდენტურობაზე და მოითხოვა ახსნა. პროკურორმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ადასტურებს ჩვენებების სანდოობას, თუ სხვადასხვა მოწმეები ამბობენ ერთსა და იმავეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი ამბობენ სიმართლეს და მოსამართლემ ეს არგუმენტი მიიღო. ლოგიკა იყო შებრუნებული, ის, რაც უნდა ყოფილიყო მტკიცებულება. ფალსიფიკაციისა გამოყენებული იქნა როგორც მტკიცებულება ავთენტურობისა. ვინ იყო ის მოსამართლე, რომელიც განიხილავდა ჟორჟოლიანის საქმეს და რომელიც მიიღო ყველა ეს გადაწყვეტილება? გადაწყვეტილება არ დაეშვა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, გადაწყვეტილება არ გაეთვალისწინა მოწმეთა განცხადებების ზეწოლის შესახებ. გადაწყვეტილება დაეყრდნო მხოლოდ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებს. ოფიციალურად ეს იყო დამოუკიდებელი მოსამართლე, რომელიც თეორიულად უნდა ყოფილიყო ნეიტრალური და რომელიც უნდა ეძებდა სიმართლეს. მაგრამ რეალურად იმ პერიოდში სასამართლო სისტემა საქართველოში არ იყო დამოუკიდებელი, მოსამართლეები ინიშნებოდნენ და აწინაურდებოდნენ არა მათი პროფესიონალიზმის ან მიუკერძოებლობის საფუძველზე, არამედ მათი ლოიალობის საფუძველზე ხელისუფლების მიმართ. არსებობდა არაოფიციალური, მაგრამ ყველასთვის ცნობილი წესი, თუ მოსამართლე არასწორ განაჩენს გამოიტანდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეში, მას ან გადააყენებდნენ, ან გადაიყვანდნენ რაიმე უმნიშვნელო პოზიციაზე, ან უბრალოდ შეუქმნიდნენ ისეთ პირობებს, რომ თავად წავიდოდა. და პირიქით, თუ მოსამართლე სწორად მუშაობდა, ანუ გამოიტანდა იმ განაჩენებს, რომლებიც სასურველი იყო ხელისუფლებისთვის, მას აწინაურებდნენ, ზრდიდნენ ხელფას, აძლევდნენ პრესტიჟულ საქმეებს. ჟორჟოლიანის საქმის მოსამართლე იცოდა, თუ ის გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს, ან თუნდაც დაუშვებდა ისეთ პროცედურებს, რომლებიც შეასუსტებდა პროკურატურის პოზიციას, მისი კარიერა დასრულდებოდა. და ის არჩევდა კარიერას, არჩევდა უსაფრთხოებას, არჩევდა კონფორმიზმს. ეს არ იყო მონსტრი, ეს არ იყო სადისტი, ეს იყო ჩვეულებრივი ბიუროკრატი, რომელიც აკეთებდა იმას, რაც მოსალოდნელი იყო მისგან სისტემის მხრიდან და რომელიც არ ფიქრობდა იმაზე, თუ რას აკეთებდა რეალურად ადამიანის ცხოვრებასთან. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ამ მთელ ისტორიაში არ იყო თავად სასამართლო პროცესი, ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რაც ხდებოდა ჟორჟოლიანის ოჯახთან. მისი ცოლი, მისი შვილები, ისინი გახდნენ უხილავი მსხვერპლები ამ მთელი სისტემის. დაკავებიდან პირველივე დღეებში მათ დაუწყეს ფსიქოლოგიური ტერორი, არაოფიციალურად, არა ღიად, არამედ ისე, რომ ეს იყო შეუმჩნეველი გარედან, მაგრამ სრულიად რეალური მათთვის, ვინც განიცდიდა მას. ჟორჟოლიანის ცოლს დაუკარგა სამსახური, ოფიციალურად შტატების შემცირების გამო, მაგრამ რეალურად იმიტომ, რომ მის დამსაქმებელს რეკომენდაცია მისცეს ჩსთან, რომ არასასურველი იქნებოდა, თუ ის ქალი გააგრძელებდა მუშაობას თქვენთან. მისი შვილები, რომლებიც იმ დროს სკოლაში სწავლობდნენ, გახდნენ იზოლირებულები, სხვა მშობლები ეუბნებოდნენ თავიანთ შვილებს, რომ არ ითამაშო იმ ბავშვებთან, მათი მამა ტერორისტია.
მასწავლებლები, რომლებიც ადრე კარგად ეპყრობოდნენ მათ, გახდნენ ცივები, დისტანცირებულები. ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რომელიც მოგვიანებით ანონიმურად მისცა ინტერვიუ, აღწერა, თუ როგორ მოხდა ეს. დირექტორმა გვიძახა შეხვედრაზე და გვითხრა, რომ ჟორჟოლიანის შვილები სწავლობენ ჩვენს სკოლაში და რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად მათთან. არ უთქვამს პირდაპირ, რომ დავაზიანოთ ისინი, მაგრამ იყო ნათელი, რომ ჩვენ არ უნდა გვეჩვენა, რომ ვუჭერთ მხარს ამ ოჯახს. და ჩვენ, მასწავლებლები, ვიცოდით, რომ თუ ჩვენ არასწორად მოვიქცეოდით, ჩვენ თავად შეიძლება გვექმნა პრობლემები, შეიძლება დაგვეკარგა სამსახური, შეიძლება ჩვენ შვილებს შეექმნა პრობლემები. და ასე ჩვენ ავირჩიეთ ჩუმად ყოფნა, ავირჩიეთ არ ჩარევა. ეს იყო ის, თუ როგორ მუშაობდა რეპრესიული სისტემა, ის არ ზღუდავდა. თავს მხოლოდ პირდაპირ მსხვერპლით ის ვრცელდებოდა კონცენტრული წრეების პრინციპით. პირველი წრე იყო თავად ბრალდებული, მეორე წრე იყო მისი ოჯახი, მესამე წრე იყო მისი მეგობრები და კოლეგები, მეოთხე წრე იყო ყველა, ვინც რაიმე კავშირი ჰქონდა მათთან. და ყველა ეს წრე განიცდიდა რაიმე ფორმის რეპრესიას, ზოგი უფრო მძიმეს, ზოგი უფრო მსუბუქს, მაგრამ ყველა განიცდიდა. და ეს იყო სისტემის მიზანი, არა მხოლოდ დასჯა კონკრეტული ადამიანისა, არამედ შიშის გავრცელება მთელ საზოგადოებაში, შიშის, რომ თუ შენ ან შენი ახლობელი გააკეთებს რაიმეს, რაც არ მოსწონს ხელისუფლებას, შენი მთელი ცხოვრება განადგურდება. ვინ ამზადებდა ჟორჟოლიანის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროში? გაგრძელება, ნაწილი 3, კულმინაცია. 2007 წლის გაზაფხულზე, როდესაც ჟორჟოლიანი უკვე რამდენიმე თვე იმყოფებოდა წინა სასამართლო პატიმრობაში და მისი საქმე ოფიციალურად განიხილებოდა სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, დახურულ სეიფში, რომელზე წვდომა ჰქონდა მხოლოდ 3 ადამიანს, ინახებოდა დოკუმენტი, რომლის არსებობის შესახებ არავინ იცოდა, დოკუმენტი, რომელსაც ჰქონდა კოდური აღნიშვნა ოპერაცია ნათია, დასკვნითი ანგარიში. ეს დოკუმენტი, რომელიც მოგვიანებით 2013 წელს აღმოაჩინეს იმავე ცნობილ ლურჯ-კასრებში სამეგრელო სარდაფში, შეიცავდა დეტალურ ქრონოლოგიას, არა იმ ქრონოლოგიას, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში, არამედ რეალურ ქრონოლოგიას იმისა, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ჟორჟოლიანის საქმე. იქ იმ დოკუმენტში შავზე თეთრად იყო დაწერილი, ფარული მიყურადება დაიწყო 2006 წლის თებერვლის მე-12 დღეს, სასამართლო სანქციის გარეშე, მინისტრის ზეპირი ბრძანების საფუძველზე. პირველი აგენტ პროვოკატორი ჩაინერგა მარტის მე-5 დღეს. ფიზიკური მტკიცებულებების მომზადება დაიწყო ივლისის მე-10 დღეს. დაკავება განხორციელდა სექტემბრის მე-6 დღეს. ეს იყო აღიარება, არა იურიდიული აღიარება, არამედ შიდა ბიუროკრატიული აღიარება იმისა, რომ მთელი ეს საქმე იყო წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, სადაც ჯერ შეირჩა სამიზნე, შემდეგ შეიქმნა მტკიცებულებები და ბოლოს მოხდა დაკავება და სასამართლო პროცესი როგორც ფორმალობა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ დოკუმენტში იყო ბოლო გვერდი, სადაც ჩამოთვლილი იყო ოპერაციაში მონაწილე პირები და მათი როლები. იქ იყო 30-ზე მეტი სახელი, გამომძიებლები, ოპერატორები, ტექნიკური სპეციალისტები, მოწმეთა, მომზადების ექსპერტები, იურისტები, მედია კოორდინატორები. და ყველა ამ ადამიანს გვერდით ჰქონდა მითითებული პრემია ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის კონკრეტული თანხები, რომლებიც გადაიხადა მათ ჟორჟოლიანის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ. ეს იყო ბიზნესი, სადაც პოლიტიკური რეპრესია იყო პროდუქტი, ხოლო თანამშრომლები იყვნენ მუშები, რომლებიც იღებდნენ ხელფასს და პრემიებს ამ პროდუქტის წარმოებისთვის. როდესაც ეს დოკუმენტი აღმოაჩინეს 2013 წელს, ჟურნალისტებმა სცადეს იმ ადამიანების გამოძებნა, რომელთა სახელები იყო ჩამოთვლილი იქ როგორც ოპერაციის მონაწილეები. ზოგიერთი მათგანი უკვე არ იყო ქვეყანაში, გაიქცნენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც გახდა ცხადი, რომ შეიძლება დაიწყოს გამოძიება მათი საქმიანობის შესახებ. ზოგიერთი კი ჯერ კიდევ იყო საქართველოში, მაგრამ უარს ამბობდა ნებისმიერ კომენტარზე ან ამბობდა სტანდარტულ ფრაზას, მე ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, მე არ ვიყავი პასუხისმგებელი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მაგრამ ერთი ადამიანი, ყოფილი კუდრის ოპერატორი, რომელიც იმ დროს იყო ახალგაზრდა, 30 წლიანი და რომელიც მონაწილეობდა ჟორჟოლიანის ფარული ჩანაწერების მონტაჟში, თანახმა გახდა ანონიმურ ინტერვიუზე. ის, რაც მან თქვა, იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სვიდეტელება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა შიგნიდან. როდესაც მე დავიწყე მუშაობა კუდში, მე ვფიქრობდი, რომ ვიცავდი ქვეყანას, თქვა მან. მე მჯეროდა, რომ ჩვენ ვიღებდით რეალურ ტერორისტებს, რეალურ საფრთხეებს. მაგრამ ჟორჟოლიანის საქმეზე მუშაობის პროცესში, მე ნელ-ნელა დავიწყე გაგება იმისა, რომ რაღაც არ იყო სწორი. ჩვენ გვქონდა ასობით საათის ჩანაწერები, სადაც ჟორჟოლიანი საუბრობდა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საკითხებზე, ოჯახზე, პოლიტიკაზე, ზოგადად ცხოვრებაზე. და ჩვენი დავალება იყო,
ამოვარჩიოთ ამასობით საათი და მხოლოდ ის ფრაგმენტები, რომლებიც შეიძლებოდა ინტერპრეტირებულიყო როგორც საფრთხე. ჩვენ ვჭრიდით კონტექსტს, ვაერთებდით ფრაზებს, რომლებიც ნათქვამი იყო სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საუბარში და ვქმნიდით ახალ ნარატივს. ეს იყო ხელოვნება იმისა, თუ როგორ შექმნა ილუზია დანაშაულისა იქ, სადაც რეალურად არაფერი არსებობდა. და ჩვენ ვაკეთებდით ამას კარგად, იმდენად კარგად, რომ თავად ზოგჯერ თითქმის გვჯეროდა, რომ ის, რასაც ვქმნიდით, იყო რეალობა. მაგრამ ღამით, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, მე ვიცოდი სიმართლე. მე ვიცოდი, რომ ჩვენ ვანადგურებდით ადამიანის ცხოვრებას და ეს ადამიანი არ იყო დამნაშავე. და ეს ცოდნა მჭამდა შიგნიდან. მაგრამ მე არ შემეძლო გაჩერება, რადგან თუ მე გავჩერდებოდი, თუ მე უარს ვიტყოდი ამ სამუშაოზე, მე თავად გავხდებოდი ეჩვის ქვეშ. და ასე მე გავაგრძელე მანამ, სანამ საქმე არ დასრულდა, სანამ ჟორჟოლიანს არ მიუსაჯეს, სანამ ჩვენ არ მივიღეთ ჩვენი პრემიები. და შემდეგ მე დავტოვე სამსახური, რადგან აღარ შემეძლო ცხოვრება საკუთარ თავთან ერთად. ეს ჩვენება ადამიანისა, რომელიც თავად იყო ნაწილი რეპრესიული მანქანისა, ავლენს რაღაც ფუნდამენტურს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ასეთი სისტემები. ისინი არ მუშაობენ მონსტრების მეშვეობით, ისინი მუშაობენ ჩვეულებრივი ადამიანების მეშვეობით, ადამიანების, რომლებსაც აქვთ ოჯახები, სიზმრები, შიშები, ადამიანების, რომლებიც ირჩევენ კონფორმიზმს, რადგან ალტერნატივა, წინააღმდეგობა ნიშნავს რისკს. რისკს საკუთარი კარიერის, საკუთარი უსაფრთხოების, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის დაკარგვისა. და სისტემა ეფუძნება სწორედ ამ შიშს, რომელიც აიძულებს ადამიანებს აკეთონ ის, რაც მათ სინდისი ეუბნება, რომ არასწორია, მაგრამ რაც მათი ინსტინქტი გადარჩენისა ეუბნება, რომ აუცილებელია. ჟორჟოლიანის საქმეში მუშაობდა 30-ზე მეტი ადამიანი და არც ერთი მათგანი არ იყო მონსტრი. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ბიუროკრატები, ჩვეულებრივი ტექნიკური სპეციალისტები, ჩვეულებრივი იურისტები. მაგრამ ერთად როგორც სისტემა, ისინი შექმნეს რაღაც მონსტრულს, შექმნეს მანქანა, რომელიც აწარმოებდა ფალსიფიცირებულ საქმეებს, ანადგურებდა ადამიანების ცხოვრებას და აკეთებდა ამას ისე ეფექტურად, ისე პროფესიონალურად, რომ საზოგადოება ვერც კი ხედავდა, რომ ეს იყო ფალსიფიკაცია. და ეს არის ყველაზე საშიში, არა ინდივიდუალური ბოროტება, არამედ ბიუროკრატიული ბოროტება, რომელიც ხდება სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შედეგად. მაგრამ ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც რეალურად იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ჟორჟოლიანი უნდა გამხდარიყო სამიზნე, გადაწყვეტილებას, რომ მისი საქმე უნდა შეკერილიყო, გადაწყვეტილებას, რომ ის უნდა დასჯილიყო? ოფიციალურად ეს გადაწყვეტილებები მიიღებოდა კოლექტიურად შეხვედრებზე, სადაც მონაწილეობდნენ კუდრისა და სოდის ხელმძღვანელები, პროკურატურის წარმომადგენლები, ხელმძღვანელობა. მაგრამ რეალურად ყველა ეს ადამიანი იყვნენ მხოლოდ შემსრულებლები ერთი ადამიანის ნებისა, ადამიანისა, რომელიც იმ პერიოდში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რომელიც აშენებდა ახალ, რეპრესიულ სისტემას როგორც ინსტრუმენტს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ბანო მერაბიშვილი, ეს სახელი გამეორდებოდა ყველა დოკუმენტში, ყველა ჩვენებაში, ყველა ანონიმურ ინტერვიუში როგორც ის ადამიანი, რომელიც იყო ამ მთელი სისტემის არქიტექტორი და ხელმძღვანელი. მისი ცნობილი ფრაზა, მე მჭირდება შედეგები, არა ახსნა განმარტებები, კარგად ასახავდა მის მენტალიტეტს, მიზანი ამართლებს საშუალებას და თუ საშუალება არის ფალსიფიკაცია, ზეწოლა, შანტაჟი, ეს არის მისაღები, თუ ის იძლევა სასურველ შედეგს. მერაბიშვილი არ იყო ადამიანი, რომელიც პირადად ატარებდა ფარულ ჩამწერ მოწყობილობებს, ან პირადად აკეთებდა ჩანაწერების მონტაჟს, ის იყო მენეჯერი, სტრატეგი, ადამიანი, რომელიც აყენებდა ამოცანებს და მოითხოვდა მათ შესრულებას. და მისი ქვეშევრდომები, კუდრის, სოდის ხელმძღვანელები, გამომძიებლები, იცოდნენ, რომ თუ ისინი არ შეასრულებდნენ ამ ამოცანებს, თუ ისინი არ მოიტანდნენ შედეგებს, მათ ადგილს დაიკავებდნენ სხვები უფრო ეფექტურები. და ასე იქმნებოდა კულტურა. სადაც წარმატება იზომებოდა არა სიმართლის პოვნით, არამედ საქმეების რაოდენობით, დაკავებულთა რაოდენობით, გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობით. და ამ კულტურაში ჟორჟოლიანის საქმე იყო წარმატება, დიდი სენსაციური წარმატება, რომელიც აჩვენა, რომ სისტემა მუშაობს, რომ ის შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება და საზოგადოების დარწმუნება, რომ ეს განეიტრალება იყო სამართლიანი. დღეს, როდესაც ვკითხულობთ იმ პერიოდის დოკუმენტებს, ვხედავთ ერთ საინტერესო დეტალს, ჟორჟოლიანის საქმის შემდეგ, მომდევნო წლების განმავლობაში, შექმნა ათობით მსგავსი საქმე, ყველა იგივე მეთოდოლოგიით, ფარული მიყურადება, აგენტ-პროვოკატორები, ჩადებული მტკიცებულებები, გადაბირებული მოწმეები, დახურული სასამართლო პროცესები. ყოველი ახალი საქმე იყო უფრო დახვეწილი, უფრო პროფესიონალური, რადგან სისტემა სწავლობდა, ვითარდებოდა, აუმჯობესებდა თავის მეთოდებს.
ჟორჟოლიანის საქმე იყო პილოტური პროექტი, რომელმაც აჩვენა, რომ ეს მეთოდები მუშაობს, რომ საზოგადოება მზად არის დაიჯეროს ნებისმიერი ნარატივი, თუ ის წარდგენილია საკმარისი დრამატულობით და ოფიციალური მტკიცებულებებით. და ამის შემდეგ ეს მეთოდები გახდა სტანდარტი იმისა, თუ როგორ უნდა მოეპყრას ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს. არ იყო საჭირო ღია ძალადობა, არ იყო საჭირო ფიზიკური განადგურება, საკმარისი იყო იურიდიული ფაბრიკაცია, საკმარისი იყო სოციალური განადგურება, საკმარისი იყო შიშის გავრცელება. და ეს იყო უფრო ეფექტური, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური რეპრესია, რადგან ის ტოვებდა ilūზიას, რომ სისტემა არის დემოკრატიული, რომ არსებობს სამართლიანობა, რომ ყველაფერი ხდება კანონის ფარგლებში. მაგრამ რეალურად ეს იყო ფასადი, რომლის უკან იყო ბნელი, რეპრესიული მანქანა, რომელიც მუშაობდა არა სამართლიანობის, არამედ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება საქართველოში და ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ძველი რეჟიმის დანაშაულების გამოძიება, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჟორჟოლიანი გამოვიდა ციხიდან 2012 წლის ნოემბერში, გამოვიდა არა იმიტომ, რომ სასამართლომ აღიარა, რომ მისი საქმე იყო ფაბრიკაცია, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ახალმა ხელისუფლებამ გამოსცა შეწყალების აქტი პოლიტიკური შერიგების მიზნით. ის გამოვიდა როგორც ადამიანი, რომელმაც დაკარგა 5 წელი თავისი ცხოვრებიდან, 5 წელი, რომლის განმავლობაშიც მისი ოჯახი განადგურდა ფინანსურად და სოციალურად, 5 წელი, რომლის განმავლობაშიც მისი სახელი იყო სინონიმი ტერორისტისა, საზოგადოების თვალში. და როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს მას, რას გრძნობდა, მან უპასუხა, მე ვგრძნობ სიცარიელეს. არა სიხარულს, არა შვებას, სიცარიელეს. რადგან მე ვიცი, რომ ის რაც მოხდა ჩემთან შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ დროს, თუ სისტემა გადაწყვეტს, რომ შენ ხარ საფრთხე. და ეს ცოდნა იმისა, თუ რამდენად მოწყვლადი ხარ, რამდენად ადვილია შენი ცხოვრების განადგურება, ეს ცოდნა არასოდეს დამტოვებს. ეს იყო ის, რაც რეპრესიული სისტემა ტოვებს თავის მსხვერპლებში, არა მხოლოდ ფიზიკურ ან მატერიალურ ზიანს, არამედ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ტრავმას, რომელიც გადაეცემა ოჯახს, შვილებს, მომავალ თაობებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც დარჩა უპასუხოდ, იყო, ვინ პასუხისმგებელია? ვინ უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც მოხდა ჟორჟოლიანთან და ათობით სხვა ადამიანთან, რომელთა საქმეები შეკერილი იყო მსგავსი მეთოდებით? ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, რომელიც უნდა დაედგინა, ვინ იყო პასუხისმგებელი პირები, ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს ეს დანაშაულები. მაგრამ ეს გამოძიება შეჩერდა არა იმიტომ, რომ ვერ იპოვეს მტკიცებულებები, არამედ იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ პასუხისმგებელთა წრე იყო ისეთი ფართო, ისეთი ღრმა, რომ მათი ყველას დასჯა ნიშნავდა მთელი სისტემის დანგრევას, სისტემის, რომელიც ჯერ კიდევ არსებობდა, ჯერ კიდევ მუშაობდა, ჯერ კიდევ იყო ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურისა. და ასე, ნაცვლად რეალური სამართლიანობისა მოხდა კომპრომისი, დაისაჯა რამდენიმე ყველაზე ხილული ფიგურა, რამდენიმე ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ ასობით ადამიანი, რომლებიც რეალურად ასრულებდნენ ამ დანაშაულებს, გამომძიებლები, ოპერატორები, მონტაჟორები, მოწმეთა მომზადების ექსპერტები, დარჩნენ ხელუხლებელი. ზოგიერთი მათგანი დატოვა სამსახური, ზოგიერთი გადავიდა სხვა უწყებაში, ზოგიერთი კი გააგრძელა მუშაობა იმავე სისტემაში, იმავე პოზიციებზე. და ეს არის ყველაზე ტრაგიკული, რომ სისტემა, რომელმაც შექმნა ჟორჟოლიანის საქმე და ათობით მსგავსი საქმე, არ განადგურდა, არ ჩამოიშალა, არ გარდაიქმნა ფუნდამენტურად. ის უბრალოდ შეიცვალა ფორმა, შეიცვალა სახელები, შეიცვალა რიტორიკა, მაგრამ არსი, ლოგიკა, მენტალიტეტი დარჩა იგივე. ძალაუფლება ინარჩუნებს თავის თავს ნებისმიერი საშუალებით, და თუ ეს საშუალება არის რეპრესია, ფალსიფიკაცია, ტყუილი, ეს არის მისაღები, თუ ის მუშაობს. დღეს, როდესაც გავიხსენებთ ჟორჟოლიანის საქმეს, ჩვენ უნდა ვიკითხოთ არა მხოლოდ ის, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი, ვინ იყო ის კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაულები. ჩვენ უნდა ვიკითხოთ უფრო ფუნდამენტური კითხვა, როგორ შეიძლება, რომ საზოგადოება, რომელიც თავს უწოდებს დემოკრატიულს, დაუშვას ასეთი სისტემის არსებობა. როგორ შეიძლება, რომ მედია, რომელიც თავს უწოდებს თავისუფალს, გახდეს ამ სისტემის ინსტრუმენტი? როგორ შეიძლება, რომ სასამართლო, რომელიც თავს უწოდებს დამოუკიდებელს, გახდეს ამ სისტემის ნაწილი? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატია არ არის მხოლოდ ინსტიტუტები, ეს არის კულტურა, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, სიმართლის პატივისცემას, ადამიანის უფლებების დაცვას, ძალაუფლების კონტროლს. და როდესაც ეს კულტურა არ არსებობს, როდესაც საზოგადოება ირჩევს უსაფრთხოებას სიმართლის ნაცვლად, ირჩევს კონფორმიზმის წინააღმდეგობის ნაცვლად, ირჩევს შიშ-სოლიდარობის ნაცვლად, მაშინ ინსტიტუტები, რამდენადაც დემოკრატიულიც არ უნდა იყვნენ ფორმალურად,
იქცევიან რეპრესიის ინსტრუმენტებად. ჟორჟოლიანის საქმე იყო სარკე, რომელიც აჩვენა საქართველოს საზოგადოებას მის რეალურ სახეს, რომელიც არ იყო ლამაზი, არ იყო კომფორტული, მაგრამ რომელიც იყო რეალური. და კითხვა, რომელიც დარჩა, არის ის, თუ რას ვისწავლეთ ამ სარკიდან. გავიგეთ თუ არა, რომ დემოკრატია არ არის მოცემულობა, არამედ არის მუდმივი ბრძოლა, მუდმივი ფხიზლობა, მუდმივი წინააღმდეგობა იმ ძალების მიმართ, რომლებიც ცდილობენ რეპრესიის დაბრუნებას? თუ ჩვენ არ ვისწავლეთ ეს გაკვეთილი, მაშინ ჟორჟოლიანის საქმე იყო უაზრო ტრაგედია, რომელიც არაფერი შეცვალა, არაფერი. ასწავლა და რომელიც შეიძლება გამეორდეს ნებისმიერ მომენტში, როდესაც საზოგადოება კვლავ აირჩევს შიშს სიმართლის ნაცვლად. ვინ ამზადებდა ჟორჟოლიანის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროში? დასასრული, ნაწილი 4, ეპილოგი. 2007 წლის დეკემბერში, როდესაც ჟორჟოლიანი უკვე რამდენიმე თვე იმყოფებოდა ციხეში და მისი საქმე ოფიციალურად დახურული იყო გამამტყუნებელი განაჩენით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში, იმ იდენტურ ოთახში, სადაც ინახებოდა ოპერაცია ნათიას დოკუმენტები, დაიწყო ახალი საქმის მომზადება, საქმე, რომელსაც კოდური სახელი ჰქონდა ოპერაცია ბორჯომი და რომელიც მიზნად ისახავდა სხვა ოპოზიციური ფიგურის განეიტრალებას. ეს ახალი საქმე იყო უფრო დახვეწილი, უფრო პროფესიონალური, რადგან გუნდი, რომელიც მუშაობდა მასზე, უკვე ჰქონდა გამოცდილება ჟორჟოლიანის საქმიდან, უკვე იცოდა, რა მეთოდები მუშაობდა საუკეთესოდ, რა შეცდომები უნდა თავიდან აეცილებინა. მაგრამ ის, რაც არავინ არ იცოდა იმ მომენტში, არც ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ ახალ საქმეზე, არც ის პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათი ძალაუფლება იყო უნივერსალური და მარადიული, იყო ის, რომ ისტორიას ჰქონდა საკუთარი გეგმები. 5 წლის შემდეგ 2012 წელს მოხდებოდა ის, რაც მათ არასოდეს წარმოედგინათ, ხელისუფლების ცვლილება, არა ძალადობრივი გადატრიალებით, არა რევოლუციით, არამედ უბრალოდ არჩევნებით, სადაც ხალხი ამბობდა საკმარისია. და ის სისტემა, რომელიც ჩანდა ისეთი ძლიერი, ისეთი ყოვლისმომცველი, ისეთი შეუძლებელი დასამარცხებლად, ეს სისტემა ჩამოიშალა ერთ ღამეში, როგორც ქაღალდის სახლი ქარში. მაგრამ ის, რაც არ ჩამოიშალა, იყო მეხსიერება იმ ადამიანებისა, რომლებმაც განიცადეს ეს სისტემა, მეხსიერება იმ ოჯახებისა, რომლებიც განადგურდნენ ამ სისტემის მიერ, მეხსიერება იმ საზოგადოებისა, რომელიც ცხოვრობდა შიშში და რომელმაც ისწავლა, ან უნდა ესწავლა, რომ დემოკრატია არ არის საჩუქარი, არამედ არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური არჩევანი სიმართლესა და ტყუილს შორის. როდესაც 2013 წელს აღმოაჩინეს ის ცნობილი ლურჯი კასრები სამეგრელოს სარდაფში, პირველი რეაქცია იყო შოკი არა იმიტომ, რომ ადამიანებს არ იცოდნენ, რომ შს ეწეოდა ფარულ მიყურადებას და პოლიტიკურ რეპრესიებს, არამედ იმიტომ, რომ ისინი ვერ წარმოიდგენდნენ მასშტაბს. ამ კასრებში იყო არა მხოლოდ ჟორჟოლიანის საქმის მასალები, იქ იყო ათასობით საათის ფარული ჩანაწერი ასობით ადამიანის შესახებ, ადამიანების, რომელთა უმეტესობას არასოდეს არ დაუწყიათ არანაირი საქმე, არასოდეს არ დაუკავებიათ, არასოდეს არ ეცოდინათ, რომ ისინი იყვნენ სამიზნე. იქ იყო ჩანაწერები პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ჟურნალისტების, აქტივისტების, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ადამიანების, რომლებიც უბრალოდ ცხოვრობდნენ თავიანთ ცხოვრებას, არ იცოდნენ, რომ მათი ყოველი ტელეფონური საუბარი, ყოველი შეხვედრა, ყოველი პირადი მომენტი ფიქსირდებოდა, ინახებოდა, ანალიზდებოდა უხილავი ოპერატორების მიერ, რომლებიც ზედიდნენ ბნელ ოთახებში და ადგენდნენ, ვინ იყო სანდო, ვინ იყო საეჭვო, ვინ იყო პოტენციური საფრთხე. ეს იყო პანოპტიკონი, სადაც ყველა იყო თვალთვალის ქვეშ, მაგრამ არავინ არ იცოდა, როდის უყურებდნენ და რას ხედავდნენ. და ყველაზე საშიში ამ პანოპტიკონში იყო არა თავად თვალთვალი, ყველაზე საშიში იყო ის, რომ ეს თვალთვალი შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში გამოყენებულიყო შენს წინააღმდეგ, რომ შენი პირადი საუბრები, შენი პირადი აზრები, შენი პირადი სისუსტეები შეიძლებოდა გადაქცეულიყო იარაღად, რომელიც გამოიყენებოდა შენი განადგურებისთვის, როდესაც სისტემა გადაწყვეტდა, რომ შენ ხარ საფრთხე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იმ კასრებში იყო არა თავად ჩანაწერები, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ მუშაობდა ეს სისტემა ორგანიზაციულად. იქ იყო შიდა ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო ფარული მიყურადება სასამართლო სანქციის გარეშე, როგორ უნდა მომზადებულიყო მოწმეების საჭირო ჩვენებების მისაცემად, როგორ უნდა გაძლიერებულიყო მატერიალი, დამატებით იმ მტკიცებულებების აღმოჩენით. ეს ინსტრუქციები იყო დაწერილი ოფიციალურ, ბიუროკრატიულ ენაზე, რომელიც ფარავდა რეალურ არსს, რომელიც იყო უბრალოდ, როგორ ჩაიდინო დანაშაული და არ დაგიჭირონ. იქ იყო ასევე ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ არსებობდა სპეციალური ბიუჯეტი სპეციალური ოპერაციებისთვის, ბიუჯეტი, რომელიც გამოიყენებოდა აგენტ პროვოკატორების გადასახდელად, მოწმეთა მომზადების,
ექსპერტების ხელფასებისთვის, მატერიალის შეძენისთვის, ევფემიზმი იმისა, რაც რეალურად ნიშნავდა იარაღის, ნარკოტიკების ან სხვა მტკიცებულებების ყიდვას, რომლებიც შემდეგ აღმოჩნდებოდა ბრალდებულების სახლებში. და ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ის, რომ ეს ყველაფერი, ყველა ეს ინსტრუქცია, ყველა ეს ფინანსური ოპერაცია, ყველა ეს ორგანიზაციული სტრუქტურა იყო ოფიციალური, იყო ნაწილი სახელმწიფო სისტემისა, იყო დაფინანსებული გადასახადის გადამხდელების ფულით. იყო განხორციელებული სახელმწიფო თანამშრომლების მიერ, რომლებიც იღებდნენ ხელფასს და პენსიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს არ იყო ჩრდილოვანი, არალეგალური ორგანიზაცია, ეს იყო თავად სახელმწიფო, რომელიც გადაიქცა დანაშაულებრივ ორგანიზაციად. როდესაც ეს დოკუმენტები გასაჯაროვდა, დაიწყო საჯარო დებატები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ ყველაფრის შემდეგ. ზოგიერთი ამბობდა, რომ უნდა დაწყებულიყო მასობრივი სისხლის სამართლის დევნა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ სისტემაში, ყველა, ვინც იცოდა და არ გააპროტესტა, ყველა, ვინც ასრულებდა ბრძანებებს, უნდა დასჯილიყო. სხვები ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა შეუძლებელი, რომ ამ სისტემაში მონაწილეობდა ასობით, ალბათ ათასობით ადამიანი და მათი ყველას დასჯა ნიშნავდა მთელი სახელმწიფო აპარატის პარალიზებას. მესამე ჯგუფი ამბობდა, რომ საჭირო იყო არა დასჯა, არამედ სიმართლის დადგენა, რომ უნდა შექმნილიყო სიმართლისა და შერიგების კომისია, სადაც ყველა, ვინც მონაწილეობდა რეპრესიებში, შეძლებდა მოსვლას, აღიარებდა თავის როლს და სანაცვლოდ მიიღებდა შეწყალებას. მაგრამ რეალურად არც ერთი ამ მიდგომა არ განხორციელდა სრულად, რაც მოხდა, იყო კომპრომისი, რომელიც არავის არ აკმაყოფილებდა სრულად, მაგრამ რომელიც იყო ერთადერთი პოლიტიკურად შესაძლებელი გზა. დაისაჯა რამდენიმე ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, რომელსაც მიუსაჯეს პატიმრობა არა მხოლოდ ჟორჟოლიანის საქმისთვის, არამედ მთელი რიგი სხვა დანაშაულებისთვის. მაგრამ ასობით ადამიანი, რომლებიც რეალურად ასრულებდნენ ამ დანაშაულებებს, გამომძიებლები, ოპერატორები, მონტაჟორები, მოსამართლეები, დარჩნენ ხელუხლებელი, ზოგიერთი მათგანი დღესაც მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში, ზოგიერთი მათგანი დღესაც იღებს პენსიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ზოგიერთი მათგანი დღესაც ცხოვრობს ჩვეულებრივ ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა. და ეს არის ის, რაც ტოვებს ყველაზე მწარე გემოს, არა თავად დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი იქნა, არამედ ის, რომ ამ დანაშაულებისთვის არავინ არ გაეცა ნამდვილი პასუხი. ჟორჟოლიანი გათავისუფლდა, მაგრამ მისი ცხოვრება არასოდეს აღდგა, მისი ჯანმრთელობა დაზიანებული იყო ციხეში გატარებული წლებით, მისი ოჯახი დანგრეული იყო ფინანსურად და ემოციურად, მისი სახელი ჯერ კიდევ იყო დაკავშირებული ტერორისტთან, ბევრი ადამიანის გონებაში, რომლებიც არასოდეს არ გაიგეს ან არ დაინტერესდნენ, რომ მისი საქმე იყო ფაბრიკაცია. მისი შვილები გაიზარდნენ იმ ტრაუმით, რომ მათი მამა იყო დამნაშავე, ტრაუმით, რომელიც გავლენას მოახდენს მათ მთელ ცხოვრებაზე, მათ არჩევანებზე, მათ ურთიერთობებზე. და ათობით სხვა ოჯახები იმ ადამიანებისა, რომელთა საქმეები ასევე შეკერილი იყო მსგავსი მეთოდებით, ასევე ატარებენ ამ ტრაუმას, ატარებენ ამ ტკივილს, ატარებენ ამ უსამართლობის გრძნობას. და ყველა ეს ტრაუმა, ყველა ეს ტკივილი, ყველა ეს უსამართლობა, ისინი არ გაქრნენ იმიტომ, რომ ხელისუფლება შეიცვალა, ისინი არ განიკურნენ იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი დაისაჯა. ისინი რჩებიან როგორც ნაწილი ქვეყნის კოლექტიური მეხსიერებისა, როგორც ნაწილი ეროვნული ტრაუმისა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას. მაგრამ შეიძლება ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში არის არა თავად ის, რაც მოხდა, არამედ ის, რაც არ მოხდა რეალური, ღრმა, ფუნდამენტური რეფორმა იმ სისტემისა, რომელმაც შექმნა ეს დანაშაულები. ხელისუფლება შეიცვალა, რიტორიკა შეიცვალა, სახელები შეიცვალა, მაგრამ სტრუქტურები, ლოგიკა, მენტალიტეტი დარჩა ბევრად იგივე. ჯერ კიდევ აქვს უფლება ფარული მიღურადებისა, ჯერ კიდევ არსებობს სისტემა, სადაც სასამართლო სანქცია შეიძლება მიღებულ იქნას პოსტფაქტუმ, ჯერ კიდევ არსებობს კულტურა, სადაც უსაფრთხოება აღიქმება როგორც უზენაესი ღირებულება, რომელიც ამართლებს ადამიანის უფლებების შეზღუდვას. და ყველაზე საშიში, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოება, რომელიც მზად არის დაიჯეროს ნებისმიერი ნარატივის საფრთხის შესახებ, მზად არის გაამართლოს ნებისმიერი რეპრესია უსაფრთხოების სახელით, მზად არის დაივიწყოს სიმართლეს სტაბილურობის სანაცვლოდ. ჟორჟოლიანის საქმე უნდა ყოფილიყო გაკვეთილი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც საზოგადოება ირჩევს შიშს სიმართლის ნაცვლად, როდესაც ის ირჩევს კონფორმიზმს წინააღმდეგობის ნაცვლად, როდესაც ის ირჩევს უსაფრთხოების ილუზიას თავისუფლების რეალობის ნაცვლად. მაგრამ ისწავლა თუ არა საზოგადოებამ ეს გაკვეთილი. თუ ჩვენ დღეს 10 წლის შემდეგ ვკითხავთ საკუთარ თავს, ხომ არ შეიძლება ეს ყველაფერი გამეორდეს? პასუხი სამწუხაროდ არ არის ნათელი. ფინალი 2024 წლის დღეს თემურ ჟორჟოლიანი ცხოვრობს თბილისში, მცირე ბინაში, რომელიც შორსაა იმ სახლიდან, სადაც ის ცხოვრობდა 2006 წლის სექტემბრის მე-6 დღის გამთენიისას.
როდესაც სპეცრაზმა შეიჭრა მის ცხოვრებაში და გაანადგურა ყველაფერი, რაც მას ჰქონდა. მისი ცოლი გარდაიცვალა 2019 წელს გარდაიცვალა იმ დაავადებით, რომელიც ექიმების თქმით იყო გამოწვეული წლების განმავლობაში დაგროვილი სტრესით და ტრავმით. მისი შვილები ცხოვრობენ საზღვარგარეთ, წავიდნენ, რადგან ვერ შეძლეს ცხოვრება ქვეყანაში, სადაც მათი გვარი ჯერ კიდევ იყო დაკავშირებული იმ ისტორიასთან, რომელიც არასოდეს არ იყო მათი. თავად ჟორჟოლიანი აღარ არის აქტიური პოლიტიკაში, აღარ აქვს ძალა, აღარ აქვს ენერგია, აღარ აქვს რწმენა იმისა, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს რაიმე სხვა, გარდა ძალაუფლების თამაშისა. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტები მოდიან მასთან ინტერვიუსთვის, როდესაც ისინი ეკითხებიან მას იმ წლების შესახებ, მას უყვარს ერთი ფრაზის გამეორება: ყველაფერი, რაც მოხდა ჩემთან, შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ დროს, თუ საზოგადოება არ იქნება ფხიზელი. დემოკრატია არ არის მოცემულობა, ეს არის ყოველდღიური არჩევანი, ყოველდღიური ბრძოლა. და როდესაც ჩვენ ვწყვეტთ ამ ბრძოლას, როდესაც ჩვენ ვირჩევთ კომფორტს სიმართლის ნაცვლად, მაშინ ჩვენ ხსნით კარს რეპრესიისთვის. ვანო მერაბიშვილი ამჟამად იმყოფება პატიმრობაში, მიუსაჯეს 10 წელი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. მაგრამ მისი საქმის სასამართლო პროცესზე, როდესაც მას ჰკითხეს ჟორჟოლიანის საქმის შესახებ, მან უპასუხა: მე ვასრულებდი სახელმწიფო მოვალეობას. მე ვიცავდი ქვეყანას საფრთხეებისგან. თუ ზოგიერთმა ადამიანმა დაზარალდა ამ პროცესში, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ეს იყო აუცილებელი იმ დროის კონტექსტში. ეს პასუხი, ეს უნარი არ აღიაროს პასუხისმგებლობა, არ დაინახოს საკუთარი როლი ადამიანების ცხოვრების განადგურებაში, არის ალბათ ყველაზე საშიში ნაწილი ამ მთელი ისტორიისა. რადგან ეს ნიშნავს, რომ მერაბიშვილი და ათობით სხვა ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ იმ სისტემაში, ჯერ კიდევ არ ესმით, რა ჩაიდინეს. ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ისინი იყვნენ პატრიოტები, დამცველები, პროფესიონალები. და ეს ნიშნავს, რომ თუ ისტორია მათ კვლავ მისცემს ძალაუფლებას, ან თუ სხვა ადამიანები იგივე მენტალიტეტით მიიღებენ ძალაუფლებას, ისინი გააკეთებენ იგივეს. რადგან ისინი არ ხედავენ არაფერ არასწორს იმაში, რაც გააკეთეს. დღეს 2024 წლის საქართველოში ჟორჟოლიანის საქმე თითქმის დავიწყებულია არა იმიტომ, რომ ის არ იყო მნიშვნელოვანი, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს მოკლე მეხსიერება, აქვს ტენდენცია გადავიდეს შემდეგ სკანდალზე, შემდეგ კრიზისზე, შემდეგ ტრაგედიაზე. მედია აღარ საუბრობს ამაზე, პოლიტიკოსები აღარ იხსენებენ ამას, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ იცხოვრა იმ წლებში, არც კი იცის, ვინ იყო ჟორჟოლიანი და რა მოხდა მასთან. მაგრამ ის, რაც არ დავიწყებულა და რაც არ უნდა დავიწყდეს, არის გაკვეთილი, რომელიც ეს საქმე გვასწავლის, რომ რეპრესიული სისტემა არასოდეს არ აცხადებს საკუთარ თავს როგორც რეპრესიულს, ის ყოველთვის საუბრობს უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე, ეროვნულ ინტერესებზე. რომ ფალსიფიკაცია ყოველთვის წარდგენილია როგორც სიმართლე, ხოლო სიმართლე დისკრედიტირებულია როგორც პროპაგანდა. რომ მსხვერპლები ყოველთვის გამოსახულნი არიან როგორც დამნაშავეები, ხოლო დამნაშავეები როგორც გმირები. და რომ საზოგადოება, თუ ის არ არის ფხიზელი, თუ ის არ ეძებს სიმართლეს, თუ ის ირჩევს კომფორტს კრიტიკული აზროვნების ნაცვლად, ყოველთვის იქნება თანამონაწილე ამ რეპრესიებში, თუნდაც უნებლიეთ. ჟორჟოლიანის საქმე დასრულდა 2007 წელს გამამტყუნებელი განაჩენით. მაგრამ რეალურად ეს საქმე არასოდეს არ დასრულებულა, ის გრძელდება დღესაც, გრძელდება ყოველ იმ მომენტში, როდესაც ვინმე ირჩევს ჩუმად ყოფნას უსამართლობის წინაშე, გრძელდება ყოველ იმ მომენტში, როდესაც ვინმე ირჩევს დაჯერებას ოფიციალურ ნარატივს კითხვების დასმის ნაცვლად, გრძელდება ყოველ იმ მომენტში, როდესაც საზოგადოება ირჩევს უსაფრთხოებას თავისუფლების ნაცვლად. და ეს საქმე დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვისწავლით, ნამდვილად ვისწავლით, რომ დემოკრატია არ არის სისტემა, რომელიც თავისთავად მუშაობს, არამედ არის კულტურა, რომელიც მოითხოვს მუდმივ ფხიზლობას, მუდმივ კრიტიკულ აზროვნებას, მუდმივ მზადყოფნას დავიცვათ სიმართლე, თუნდაც ეს იყოს არაკომფორტული, თუნდაც ეს იყოს საშიში, თუნდაც ეს იყოს პირადად ჩვენთვის ზიანის მომტანი. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება, ვინ რეალურად ამზადებდა ჟორჟოლიანის საქმეს? იყო ეს მხოლოდ მერაბიშვილი? იყო ეს მხოლოდ კუდრისა და სოდის ოპერატორები? იყო ეს მხოლოდ გამომძიებლები და მოსამართლეები? თუ რეალურად ამ საქმეს ამზადებდა მთელი საზოგადოება, რომელიც ირჩევდა არ დანახვას, არ გაგებას, არ დაჯერებას. საზოგადოება, რომელიც ირჩევდა კომფორტს სოლიდარობის ნაცვლად, ირჩევდა შიშს სიმართლის ნაცვლად.
და თუ ეს ასეა, თუ ჩვენ ყველანი ვართ თანამონაწილეები, პირდაპირ თუ არა პირდაპირ იმ სისტემის შექმნაში, რომელიც აწარმოებს ასეთ საქმეებს, მაშინ ერთადერთი გზა, რომ ეს აღარ გამეორდეს, არის არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების დასჯა, არამედ საკუთარი თავის შეცვლა, საკუთარი არჩევანების გადახედვა, საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება. რადგან ისტორია მეორდება, არა იმიტომ, რომ ის უნდა მეორდებოდეს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვუშვებთ მის გამეორებას, ჩვენ ვირჩევთ არ ვისწავლოთ, ვირჩევთ არ შევიცვალოთ, ვირჩევთ დავიჯეროთ, რომ ეს ჩვენთან აღარ მოხდება, სანამ ის კვლავ არ მოხდება. და ეს არის ის კითხვა, რომელიც რჩება ჰაერში, რომელიც რჩება უპასუხოდ, რომელიც რჩება როგორც გამოწვევა ყველა მომავალი თაობისთვის. ვისწავლეთ თუ არა? შევიცვალეთ თუ არა? ვართ თუ არა მზად, რომ არ დაუშვათ ეს ყველაფერი კვლავ მოხდეს? თუ პასუხი არის დიახ, მაშინ ჟორჟოლიანის ტრაგედიას ჰქონდა აზრი, ჰქონდა მიზანი, ჰქონდა გაკვეთილი. მაგრამ თუ პასუხი არის არა, მაშინ ყველაფერი, რაც მოხდა, იყო უაზრო, იყო ზედმეტი, იყო მხოლოდ კიდევ ერთი ტრაგედია უსასრულო ციკლში ტრაგედიებისა, რომელიც გრძელდება, რადგან ჩვენ ვირჩევთ მის გაგრძელებას.